კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტის შესახებ კანონის დარღვევას შეადანაშაულებს, როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე კოალიციის წარმომადგენელმა ლევან დოლიძემ განაცხადა, კომისიამ კანონით დაკისრებული ვალდებულება დაარღვია და დადგენილ ვადებში არ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმ მაუწყებლებსა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების შესახებ, რომელთა მიმართაც მას სქერის დებულებები ვრცელდება. მისივე თქმით, კომისიის წარმომადგენლები კანონის არასწორ ინტერპრეტაციას მედიის საშუალებით ახდენენ. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის კომისიას მოუწოდებს თავი შეიკავოს კანონის არასწორი ინტერპრეტაციისგან და გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული კანონის ეფექტურად აღსრულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც კოალიციის წარმომადგენლები აცხადებენ, მასტქერის პრინციპის შესრულება მინიმუმ 2 კვირით დაგვიანდება. კოალიციის განცხადებას დღეს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია გამოეხმაურა. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაარღვია მასტქერის შესახებ მიღებული კანონი, ვინაიდან მან დადგენილ ვადებში არ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმ საკაბელო ოპერატორებისა და სატელევიზიო კომპანიების შესახებ, რომელთა მიმართ მასტქერის დებულებები ვრცელდება. გარდა ამისა, კომისია ახდენს მიღებული კანონის აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას, ვინაიდან საკაბელო ოპერატორები შეყავს შეცდომაში და მათ განუმარტავს, რომ მომსახურების პაკეტში ტელეკომპანიების ჩართვის ვალდებულება წარმოეშვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიიღებენ წერილობით შეტყობინებას და სიგნალს შესაბამისი კომპანიებისაგან. მსგავსი დებულება მასტქერის შესახებ მიღებულ კანონში არ არსებობს, შესაბამისად ეს არის საკაბელო ოპერატორების შეცდომაში შეყვანა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მასტქერის ეფექტიან აღსრულებას. მარეგულირებელი კომისია განმარტავს კანონს ისე, როგორც ეს კანონში არ წერია და სწორედ ამას მოვითხოვთ, რომ მსგავსი ტიპის განმარტება არ მოახდინოს. კანონდარღვევაზე გვექნება მაშინ საუბარი, თუ რომელიმე საკაბელო ოპერატორი არ ჩართავს იმ ტელევიზიებს, რომლებსაც აქვთ უფლება იყვნენ ჩართულები და არ შეასრულებს ვალდებულებას და ამის შემდეგ კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ შეასრულებს ვალდებულებას, არ გააფრთხილებს და არ შეუჩერებს ავტორიზაციას. ეხმიანება კოალიცია მედია ადვოკატირებისათვის მიერ გავრცელებულ ბოლო განცხადებას და მოუწოდებს მას ნუ შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში თითქოს კომისიის მიერ კანონის არასწორი ინტერპრეტაციის გამო მასტქერის პრინციპის შესრულება მინიმუმ 2 კვირით დაგვიანდება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51 მუხლის მე-17 ნაწილის შესაბამისად მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ვალდებულებაა საკუთარი მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და სხვა საერთო მაუწყებლების სიგნალი. საერთო მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო სიგნალის საკაბელო კომპანიამდე მიტანისთანავე საკაბელო კომპანიას სჭირდება საათები და არა 2 კვირა სიგნალის